საღამოშვიდობისა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სტუდიაში ზოგიერთ იმ საკითხზე სასაუბროთ, რომელიც ზოგჯერ საზოგადოებაში ზუსტად არ არის გაგებული, ან ზოგიერთი აქტუალური გახდა იმ პოლიტიკური პროცესების შემდეგ, რაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა საქართველოში. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რამოდენიმე საკითხს შევეხებით. ეს არის სახელმწიფო, მთავრობა და საზოგადოება. ვისაუბრებთ იმ ახალ რეალობაზე, რაც ჩამოყალიბდა პროფესიონალური და საზოგადოებრივი სექტორის, სამოქალაქო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით და გვექნება აგრეთვე საუბარი ეგრეთ წოდებული ეკონომისტების კადრების ნაკლებობაზე საქართველოში, რადგანაც ასეთი თემაც წამოიჭრა. დღეს ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ ბატონი სოსო არჩვაძე, პროფესორი და მე მიხეილ ჯიბუტი. ესწრებიან ჩვენს დარბაზს ეკონომიკური კლუბის წარმომადგენლები, სტუდენტები და ეს საკითხები მათთან კონსულტაციითაც არის შექმნილი, იმიტომ რომ არის ეს საზოგადოებრივი ინტერესი. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე სამწუხაროდ არ ჩამოყალიბდა სრული გაგება ფართო წრეებში, საზოგადოებაში იმის შესახებ, თუ რა მიმართება სახელმწიფოსა და მთავრობას შორის და ყველა მთავრობა ხელს უწყობდა იმის დამკვიდრებას, რომ თვითონ არის მთავრობა და სამწუხაროდ ხდებოდა ისე, რომ გაიგივება ხდებოდა მთავრობისა სახელმწიფოსთან. ძალიან ხშირად იყო ასეთი რწმუნება იმისა, რომ თუ არა მე სახელმწიფო არ იარსებებს, თუ არა ჩვენი მთავრობა სახელმწიფო არ იარსებებს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. სახელმწიფო არის სულ სხვა ცნება, სახელმწიფოს აშენებს ყველა, მთავრობა არის იმ პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგი, რაც იმ მომენტისათვის არსებობს საზოგადოებაში. ბოლო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოში მოხდა მთავრობის მშვიდობიანი ცვლილება, ჩამოყალიბდა ეს რეალობა უკვე რელიეფურია, თუმცა ზოგიერთ რამ არის მოსალოდნელი, რომ იქნება სიახლე და გაჩნდა შანსი სახელმწიფოს და მთავრობის აი ასეთი უტრირებული გაგების გაყოფისა და ამავე დროს გაჩნდა ადგილი საზოგადოებისათვის. თუ რა უნდა იყოს საზოგადოება და საზოგადოება რომ უნდა დაიკავოს რეალურად ის ადგილი, რომელსაც ეწოდება სამოქალაქო სექტორი და საზოგადოებამ დაიკავოს ადგილი უნდა რათა შეამოწმოს და იყოს ყოველთვის თვალი მიადევნოს მთავრობის საქმიანობას იმ მიმართულებით, რაც მან დაპირდა, წარმოდგენილი აქვს მის პროგრამებში და დაპირებებში და ასე შემდეგ. რატომ არ ხერხდებოდა ეს დაუშვათ ამ ახალ სიტუაციაში, რატომ არის ეს შანსი? ეს შანსი შექმნა იმან, რომ დღეისათვის საქართველოში არის ძლიერი მმართველი პარტია და ძლიერი ოპოზიცია. ყველა წინა 20 წლის განმავლობაში ჩვენ მქონდა ფაქტურად ერთპარტიული სისტემა, როდესაც სახელმწიფო პარტიას გააჩნდა ძირითადი საინფორმაციო ბერკეტები და მხოლოდ მისი აზრი დადიოდა მოსახლეობამდე, გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საარჩევნო კომპანიები და პერიოდი, როდესაც პარტიები ახერხებდნენ თავიანთი აზრის მოსახლეობამდე მიტანას. ხოლო ახალ რეალობაში ჩვენ გვაქვს ძლიერი სამმართველი პარტია, ძლიერი ოპოზიცია და ორთავე შეძლებს თავისი აზრის მიტანას მოსახლეობამდე. იმიტომ ორთავეს გააჩნია ამის საშუალებები, ფინანსური, ინფორმაციული და ასეთ შემთხვევაში გაჩნდა შანსი, რომ გაჩნდეს სამოქალაქო საზოგადოება სერიოზული, ნამდვილი, რომელიც დადგება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც მმართველი პარტია სწორ პოზიციაზე დგას, ოპოზიცია არასწორად აკრიტიკებს მას. შეიძლება შეიქმნას პირუკო სიტუაცია, როდესაც მმართველი პარტია არასწორ პოზიციაზეა, ოპოზიცია სწორ პოზიციას იკავებს. როგორ მიიღოს ასეთ შემთხვევაში, თუ ორივე პოზიცია დადის მოსახლეობამდე, როგორ მიიღოს მოსახლეობამდე, როგორ ჩამოაყალიბოს მისი პოზიცია. აი სწორედ აქ არის სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო სექტორი სწორედ ებმება ამ კამათში და ეს არის ამავე დროს მოსახლეობის მართვაში ჩართულობის შესაძლებლობა და ეს ზრდის იმ ეფექტიანობას მართვისა საზოგადოებისა და აძლიერებს იმ ნიადაგს, როდესაც უკვე პროფესიული წრეების ჩართულობა
არის სახელმწიფოს მშენებლობისათვის ხელშეწყობა და ის არ არის ერთი ვიწრო, რომელიმე ერთი შეხედულების მანიპულირებით მოსახლეობაზე დამყარებული. ეს არის პირველ საკითხთან დაკავშირებით, რაც მე მინდოდა მეთქვა. თუმცა ეხლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ახალი რეალობა რას შექმნის? შეიძლება კადრები თუ არ შეიძლება კადრები, გაჩნდებიან თუ არა ახალი ადამიანები და არის თუ არა ეს კადრები. კადრები რა თქმა უნდა არიან და მე აქ მოვიტანდი ბალტიისპირეთის მაგალითს. ყველაზე მეტად ვეთქვიან ინსტიტუციურად რადიკალური ცვლილებები განახორციელეს ბალტიის სამივე ქვეყანაში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში. მაგრამ იქ კადრების მიმართ არ ყოფილა ესეთი ხელაღებით უარყოფითი დამოკიდებულება, მიუხედავად მათი ასაკისა. ხდებოდა ყველას გამოყენება. მათგან განსხვავებით, ჩვენთან ინსტიტუციურად ესე იგი მოხდა ბევრი რამის დატოვება, რომელიც გავს ძველ საბჭოთა პერიოდის რაიკომის მმართველობის სტილს, მაგრამ კადრები არ მოინდომეს. ალბათ უფრო ბალტიის გამოცდილება იქნებოდა ხელსაყრელი, სადაც ამ მცირე რიცხოვნმა სახელმწიფოებმა, რომლებიც 12 რიცხოვნობით მოდიან შესაბამისობაში საქართველოსთან, გაურთულინა ყველა კადრს და გამოიყენეს, ყველას თავის ადგილი მიუჩინეს. კარგი დირიჟორის ფუნქცია და დატვირთვა ეს არის, რომელიც თავის ორკესტრს ისე განალაგებს, რომ რაც შეიძლება ჰარმონიული მუსიკა იყოს და არც ერთი შემსრულებელის ინდივიდუალობა არ დაიკარგოს ამ ფილიალ ორკესტრში. ფიქრობ ამ მიმართულებით ჩვენ დაგჭირდება სერიოზული მუშაობა. ჯერჯერობით კი მოხდა არჩევნები, ახალი რეალობა არის, თუმცა გარდამავალი პერიოდი ჯერ კიდევ სრულდება, არა დასრულებული ინსტიტუციური ცვლილებები, ემოსალოდნელი საკადრო შერჩევა ხორციელდება და როგორ სურათს მიიღებს ყველაფერი ამას რო გიჩვენებს, მაგრამ ერთი არის რომ გაჩნდა რეალური შანსი იმისათვის, რომ სამოქალაქო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი უფრო აქტიური როლი ითამაშოს და მე ამაში ბატონ მიხეილს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ეს არის იმის პერსპექტივა, რომ თითოეული პოზიციის და ოპოზიციის განჯისა და გადაწყვეტილების აპრობაცია შეფასება მოხდეს ამ საზოგადოებრივი სექტორის მიერ. ანუ უფრო პროგნოზირებადი და უფრო რეალური იყოს მათი ქმედებები. ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების ზრდა ნიშნავს მოსახლეობის მართვაში ჩართულობას. მასვაში ჩართულობას და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი თუ მიუდგებით სახელმწიფოებრიობის კუთხით, რომ მოსახლეობამ გაიცნობიეროს თავისი ეროვნული სახელმწიფოებრივი ამოცანები, თუ რაში მდგომარეობს მისი ამოცანა, იმიტომ რომ სხვადასხვა ისტორიული მაგალითები მიუთითებენ, რომ იქნება სპეციალურადაც კი იქნება ასეთი ეროვნული იდეა. თითოეული ადამიანი გარდა არჩევნებისა ყოველდღიურ ცხოვრებაში მას უნდა ჰქონდეს მისი მინიმალური ამოცანა, რაც არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისათვის იმ უბანზე, რასაც ის აკეთებს. ეს არ ნიშნავს მაინდამაინც თავდადებას, რაღაცა გმირობას და ასე შემდეგ. უნდა იცოდეს გლეხმა, უნდა იცოდეს მუშამ, უნდა იცოდეს ექიმმა, ინჟინერმა, თუ აი მის უბანზე, სადაც ის საქმიანობს, რაში მდგომარეობს მისი ეროვნული ამოცანა. ანუ სად გადის ის კონსოლიდაციის ხაზი, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს, არა გაყოფს. იმდენად ბევრი პრობლემაა ჩვენთან საქართველოში, სადაც ოკუპირებული არის 18% ტერიტორიის, მე ხალხს უსვამ 18%, იმიტომ უტრირებს და პირველი პირებიც კი ასახელებენ ტერიტორიის 20%-ს, რაც არ არის სწორი და ძალიან ცუდია, რა 2% დაუპყრობელსაც რო დაპყრობილად ჩათვლი, სადაც დაპყრობილი ტერიტორია არის 18%, ადამიანები არიან ქონებრივად, სოციალურად, პოლიტიკურად ძალიან დაყოფილი და ამ დროს შენ გაქვს უზარმაზარი ამოცანა, რომ ერთი მხრივ შექმნა ახალი სახელმწიფო, რომელიც იყო კვაზი სახელმწიფო 20 წლის წინ და ამავე დროს გააერთიანო ეს ადამიანები ენერგია, რომ მათი ერთიანი ენერგია კი არ დაიხარჯოს მარტო პოლიტიკურ დებატებში, არამედ შემოქმედებით და სახელმწიფოს ამხშენებლობაში. აი ეს რა არის ეს ეროვნული? ამიტომ მართველი გუნდის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ თუ მას ხარს უჭერს დაუშვათ პირობითად არ ვიცი რამდენი 60%, რომ გახდეს 80-90 და ზოგიერთ ისეთი საკითხებიც კი იყოს, რომელშიც სახელმწიფოების თვალსაზრისით მთლიანად ერი არის კონსოლიდირებული. და ამ ერთიან მთლიან ამოცანებში მაგალითად
ასეთიც კი იყო ამოცანა, რომ გერმანიაში მე ხშირად მომყავს ეს მაგალითი, დათქვეს, რომ ეროვნული ამოცანაა ჩვენ ისეთი სიდუხჭირე გვაქვს, როდესაც დიდი ინფლაციური პრობლემები ჰქონდათ 20-იან წლებში, რომ ჩვენ კარტოფილი არ უნდა გავთალოთ, არამედ უნდა მოვხარშოთ. და ოჯახის მამა, რომელიც მოხარშულ კარტოფილს მიირთმევდა, უკვე ასრულებდა და მართალი იყო მისი ოჯახის წინაშე, იმიტომ რომ ასრულებდა ერთიან ეროვნულ ამოცანას. ჩინელებმა დასვეს, რომ ყველა ჭამის დროს ჩვენ ორი მარცვალი ბრინჯი შევწიროთ დიდ ჩინეთს. და მართლაფის ზომა განსაზღვრული არ იყო, თუმცა ოჯახის მამა, რომელიც იჯდა და ორ მარცვალ ბრინჯს გაწევდა და იტყოდა, რომ მე ამას ტოვებ დიდი ჩინეთისათვის, ასრულებდა აი ასეთ გამაერთიანებელ იდეას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც სურს ასეთი ამოცანა შეასრულოს და სხვას რო თავი დავანებოთ, არის პატრიარქის მოწოდება და ჩემი გაგებით დაუშვათ იმ დონეზე უნდა იყოს, ვისაც აქვს ნაკვეთი და არ ამუშავებს, არა დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწა და მიტოვებული სახლი, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, არ შეიძლება დატოვოს მისი წინაპრების მამული დაუმუშავებელი. და ალბათ ასეთი რაღაცები უნდა წამოიჭრას, თუმცა ამ სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით ისმევა ასეთი კითხვა, არის კი თუ არა ჩვენთან დეფიციტი კადრების. აი ცოტა ხნის წინ გაისმა ასეთი ძალიან უტრირებდა ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ აი საქართველოში გაჭირდა ეკონომისტების მოძიება და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქ უნდა განვასხვაოთ ერთი რამ. თუ საუბარია და რომელიმე პარტია საუბრობს პარტიუეს შიგნით ეკონომისტების ნაკლებობაზე, ეს შეიძლება არსებობდეს და ალბათ არსებობს, იმიტომ ეს თვალშისაცემია. ხოლო თუ საუბარია საქართველოში პროფესიონალი ეკონომისტების ნაკლებობაზე, ეს არის ან შეთხზული მითი, ან ისეთი რამ, რომელიც ვიღაცას ჭირდება, რომ ეს თქვას ასე სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მაშინ დგება მეორე კითხვა, საკითხი, კი, მაგრამ სად არიან ეს ეკონომისტები, რატომ არ ჩანან? საქმე იმაშია, რომ კიდევ ვიმეორებ, 20 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრინციპში საბჭოთა კავშირშიც პრობლემა იყო ეს ეკონომისტებთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ყველა ხელისუფალი ძირითადად დაკავებული იყო პოლიტიკური საქმეებით. ყველა ხელისუფლისათვის ლენინის თეზისი, რომ ეკონომიკა ეს არის კონცენტრირებული პოლიტიკა, ხო? არ გავს და პოლიტიკა ბატონობდა ეკონომიკაზე. ეკონომისტები და ეკონომიკური სწორი დასკვნები ყოველთვის ხელს უშლიდნენ პოლიტიკოსებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ეკონომისტები ამბობენ, რა როგორ უნდა იყოს, ხსნიან ამ ამოცანას. ხოლო პოლიტიკოსები ხშირად ამოდიან ყოველდღიური იმ სოციალური საკითხების გადაწყვეტისაგან, რომელიც გარემოშიც იმყოფებიან. მაგალითად ამტკიცებენ, რომ არიან ლიბერალები და არიგებენ ტომარაბ ქვილს. ამტკიცებენ, რომ არიან ლიბერალები, მაშინ როდესაც პრივატიზებას ახდენენ ობიექტების სხვაზე, მაგრამ იგივე ლიბერალები თვითონ პრივატიზებას თავის თავზე ახდენენ ერთ ლარად მილიონებით ქონებას. აი ეს კონტრასტები წარმოშობდა იმას, რომ აქ ეკონომისტი არ არის საჭირო, ვერც ერთი ეკონომისტი ვერ იტყვის, რომ ლიბერალურია, როდესაც ტომარაბ ქვილით შენ არიგებ სოციალურ დახმარებას, რომ ეს არის ლიბერალური, თან არ ამბობ, რამხელა ეს ტომარა, რა ხარისხისაა ქვილი, რამდენი კილოგრამი უნდა იყოს შიგნით და შემოგაქვს ასეთი ერთეული კანისტრა საწვავი, ტომარა ქვილი, ეს არის აბსოლუტურად ამას ვერც ერთი პროფესიონალი ეკონომისტი ამას ვერ მოაწერს ხელს და როდესაც ასეთი ზეწოლა ხდება მასზე ინფორმაციული, ბუნებრივია ეს არიან ადამიანები, პროფესიონალები, რომელსაც აი ამ კამაჩი ჩაბმისათვის ხალისი ეკარგებოდა და დაეკარგება თუ ასე გაგრძელდება, მაგრამ სწორედ იმ ახალი შანსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გამოაჩენს უამრავ ეკონომის, არსებობს უამრავი ეკონომისტი საქართველოში მარტო 1000-მდე აკადემიური და მეცნიერებათა დოქტორია ეკონომიკის სფეროში. არ არსებობს მიმართულება, არ არსებობს კიდაც გენდერული ქალი, კაცი, რომელი ასაკის, რა სიმაღლის, როგორი მე ისიც კი მგონია, რომ გარეგნულათაც რო დაასახელოს ვინმე როგორი ეკონომისტი უნდა, ჩვენ არ გვექნება ამასთან დაკავშირებით პრეტენზია და როდესაც ასეთი ზოგადად ცხადდება მთელ პროფესიაზე,
მე ვამბობ, რომ ეს არის შეურამწყობელი და ჩვენთვის ეკონომისტებისათვის არის მიუღებელი. თუმცა პარტიული პრობლემა შეიძლება იყოს ეკონომიკური კადრების ნაკლებობა და ალბათ საერთოდ ასეა რევოლუციას აქვს მისი კანონზომიერებანი, თუმცა შემდეგ ეტაპზე კიდევ ვამბობ, საზოგადოების კონსოლიდაციისათვის საჭიროა რომ ის რაც შენ რესურსები გაგვაჩნია, ის იქნას სრულად მობილიზებული, მით უმეტეს თუ იქნება არაპარტიულ თანამდებობებზე, არამედ მეორე, მესამე, მეოთხე ეშელონებზე, ალბათ არავინ არ უნდა თქვას ვარი არც ერთი პარტიის წარმომადგენელზე, არც ერთ ყოფილზე, არც ერთ მომავალზე და ასე შემდეგ. აი ეს მინდოდა მე არ ვიცი, ახლა გვარებსაც შემეძლო დამესახელებინა, მაგრამ ძალიან ბევრია და ვიღაცა გამოურჩება და ეწყინებათ. და იმის დამიხედვით, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება ეკონომისტების მიმართ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ხელისუფლების მართვის ეფექტურობაზე, მართვის წარმატებულობაზე, იმ მიზნების განხორციელების შესაძლებლობაზე, რაც მან თავის პროგრამაში თუ კონცეფციაში ჩამოაყალიბა. იმიტომ რომ ეკონომისტები იმანენტურად მოწოდებული არიან რეალურად შეაფასონ რესურსები, საზოგადოების წინაშე მდგარი ამოცანები, განხორციელების თანმიმდევრობა, ეფექტურობა და დაუდო ზუსტი სურათი ხელისუფლებას, მაგრამ თუ გადაწყვეტილებები მიიღება ცალსახად ვოლუნტარისტულად, ამ შემთხვევაში ეკონომისტების შრომა რთვიან რჩება კადრს მიღმა და მათ არ უსმენენ. იგივე პრობლემა არის არა მარტო ეკონომისტების მიმართ, ეს საერთოდ საზოგადოებრივი პრობლემაა, თუ შესაბამისი პროფესიის ადამიანებს არ უსმენთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას, შედეგი იქნება აბსოლუტურად ანალოგიური, ეს იქნება არქიტექტურა, ეს იქნება ფსიქოლოგია, ეს იქნება სოციოლოგია, თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობის სფერო. ამიტომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაზე, აქცენტს ვიღებთ იქითკენ, რომ პროფესიონალიზმი უნდა დაფასდეს მის ნებისმიერ გამოვლენებაში. აქ უბრალოდ საუბარი იყო, რომ ეკონომისტებს იმდენად საკმარისად ძლიერი პოტენციალი გააჩნიათ, რომ მათ გარეშე ახალი საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა უბრალოდ შეუძლებელია და ეს უნდა გაეთავისონ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისა თუ პოლიტიკური გემოვნების მქონე პარტიებმა. აქ როდესაც ვსაუბრობთ მოსმენასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია რატომ არ ჩანდნენ ეს ეკონომისტები და სხვა პროფესიის ადამიანები და დავუშვათ ჩვენ იმ ყუთში ტელევიზორი რასაც ქვია, მივეჩვიეთ ერთი და იგივე სახეებს. საქმე იმაშია, როდესაც მონოპოლიზირებული არის ტელესივრცე და მონოპოლიზირებულია პოზიცია, ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელია მაგალითად ერთ-ერთი ეკონომისტმა, რომელიმე ეკონომისტმა ამტკიცოს, რომ 25%-იანი გადასახადი ჯობია 12%-იან გადასახადს. რომ 20% გადასახადი უკეთესია, ვიდრე 12%-იანი გადასახადი. როდესაც დაუშვათ ხელისუფლებიდან მოდის ასეთი მტკიცება, იქ პროფესიონალის აზრი დაკარგულია, ის ვერ შემოვა ამ კამათში. ანდა როდესაც მოდის ისეთი გადასახადი, როდესაც ელექტროენერგიის დანახარჯზე მიმული არის ნაგვის გადასახადი, ხო? ასეთ შემთხვევაში აქ თეორეტიკოსის და პროფესიონალის ადგილი არ არის. აქ არის სწორედ არც სამოქალაქო საზოგადოების ადგილი არ არის. აქ უშუალოდ გადამხდელის პოზიცია, რომელმაც უნდა თქვას, რომ ეს მოწონს თუ არ მოწონს და ამიტომ მას აქვს მიცემული უფლებები, რომ გამოვიდეს, პროტესტი გამოხატოს, ამას არ ჭირდება პროფესიონალიზმი, ამას არ ჭირდება ახსნა. ისევე როგორც მაგალითად არ ჭირდება ახსნა იმ მოვლენას, როდესაც სახელმწიფო თავის უფლებებს გადასცემს რომელიმე კერძო კომპანიას. ეს მაგალითად City Park-ის შემთხვევა თბილისში, რომელიც მათ დაჯარიმების უფლება გადასცა კერძო კომპანიას. ანუ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია გადასცა კერძო კომპანიას. აქ მტკიცება შეუძლებელია. ეს უნდა გასწორდეს სამართლით და სახელმწიფო, იმიტომ ქირაოთ სამართალ დამხმარე ორგანოებს, სამინისტროებს და ასე შემდეგ ადამიანები, რომ ასეთი რამ ქვეყანაში არ დაუშვათ. იმიტომ ელემენტარულად დგას საკითხი, თუ ავტომობილის გაჩერება შეიძლება ფეხით სასიარულო ტროტუარზე, სადაც მოხაზულია, რომ შეიძლება გაჩერება. რა უნდა დაარღვიოს და რომელი სად უნდა გააჩერო ავტომობილი, რომ ამაზე მეტი დარღვევა ჩაიდინო. ტროტუარზე ნებადართულია ავტომობილის გაჩერება. აი ეს და სხვადასხვა ასეთ შემთხვევაში მოსმენის საკითხი ნამდვილად დგას. ეხლა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გავაგრძელებთ ამ საუბარს, შემოუშვათ მსმენელი. აღურებელი. ალო? გამარჯობათ. გივი ორამაშვილი, მოგესალმებათ. გამარჯობათ ბატონო გივი. უკასოა.
დიახ ბატონო გიგი. თქვენ ეს ყველაზე კარგი და ამას გავუსვით რომ ჩვენთან არ არიან ის რა ქვია ეკონომისტები ვიღაცები რო ამბობენ. აი მაგალითად თქვენისთან ეკონომისტების ჯერ მარტო მაშინ მახსოვს ჯერ EDP-ს თქვენ ყავდათ ათობით საუკეთესო ეკონომისტები მე მახსოვს ეს. აქედან გამომდინარე ჩვენი ეკონომიკა ეკონომისტების მობილიზება თუ მოხდება მაშინ რა თქმა უნდა წინ დაიწყოს ჩვენი საქმე ქვეყნისათვის. დიდი მადლობა ბატონო გიგი. ბატონო გიგი, დიდი მადლობა მოგესალმებით, დიდი მადლობა ზარისათვის. აბსოლუტურად აქ საუბარი არის ერთ საკითხზე ეკონომიკასთან და საერთოდ ასეთ პროცესებთან დაკავშირებით. ეს არის საჯაროობა. მე მინდა თქვა კიდევ ამ ტერმინთან მაინც პროფესიული ჩვევა გამჭვირვალე არის ეს ჭიქა, რომელშიც წყალი ასხია. ხოლო ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან გამჭვირვალე ყუთში იყოს დახურული ინფორმაცია, არა საჯარო. საჯარო ხდება ინფორმაცია, როდესაც შეიძლება მისი განხილვა. ამიტომ დიდი პრობლემები უნდა იყოს განხილვის საგანი. განხილვის საგანი და საზოგადოებრივი აზრის საქმე იმაშია, რომ შეიძლება ერთი და იგივე საკითხზე იყოს სხვადასხვა პოზიცია, მაგრამ ეკონომიკაში თეორია არ არის 40, 30, თეორია არის სულ 2-3 დღეს რაც მოქმედებს. ანუ არჩევანი არის დაუშვათ შენ როდესაც წვეთ საკითხს ინფლაციას უჭერ ხარს, როდესაც მართველი ხარ და ამ კუთხით მიყავს მართვა თუ უმუშევრობას უჭერ ხარს. ესე იგი დამთავრდა თეორია მეტი ამ დღეისათვის მართვის სხვა საშუალებას არ იძლევა ან ერთს უნდა უჭერდე ხარს ან მეორეს. ჩვენ ვაგვირდებით რომ ჩვენ ქვეყანაში ინფლაციას და უმუშევრობას ორივე ერთად იზრდება. ასეთი თეორია არ არსებობს. ესე იგი რაღაცა პრაქტიკაში ხდება ესეთი კაზუსი, რომელიც არის მისაგნები და ჩვენ ეს უნდა გავხსნათ მსჯელობა რა ხდება ასეთი ამ საქართველოში. ან და არის მეორე ასეთი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ფაზები სოფლის მეურნეობის პროდუქტზე დაეცა, ჩვენთან იყო ასეთი მსჯელობა, იცით რა, ჩვენ ვერ უწევთ კონკურენციას, იმიტომ რომ შემოდის იაფი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეხლა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა. საქართველოში მაინც არ აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. რა სოფლის მეურნეობის პროდუქტს ვაწარმოებთ ჩვენ, ან და როდის იქნება ის ნორმალური, როდესაც ფასი დაბალია, თუ როდესაც ფასი მაღალია. თუ არც ფასის დაბალი რომაა, მაშინ ვერ აწარმოებ და ვერც მაშინ ვერ აწარმოებ, როდესაც ფასი მაღალია, რაშია საქმე? აი ასეთი საკითხებს, როდესაც დასვამ კითხვას და ამოხსნი, უკვე ხელისუფალმა უნდა გაგცეს პასუხი. საქმე იმაშია, რომ ესე იგი არ უმუშაობ და არ ვაკეთებ, ჩვენ არ ვამუშავებთ, ესე დაუმუშავებელი მიწებია და ამოცანა სახეზე დგება. შენ უნდა დაამუშავო მიწა და გამოჩნდება შემდეგ შენი პროდუქცია. თუ ტექნოლოგიით უძლებ კონკურენციას, მაშინ იქნება იაფი და კონკურენტული და თუ არ უძლებ, როგორ უნდა გაჯობოს შენ 5 ოკეანესა და 5 ზღვის იქედან ჩამოტანილი ქათმის ბარკალმა, ვიდრე აწარმოებდი აქ ტრანსპორტის ხარჯები და სხვადასხვა, ესე იგი სხვაშია რაღაცაში საქმე. აი ეს კიდევ აკითხვა მე მგონი. დიახ. გისმენთ ხოლმე. საღამომშვიდობისა. გამარჯობა. უკაცრავად წეგან ბრძანებდით რომ აი ნაგავი ეს გადასახადები და ეს ვისაც 100 ლარი აქვს და მარტო ხელა. იმ ადამიანმა პენსიონერმა როგორ გადაიხადოს 7 ლარი და 6 მასულიანმა 7 ლარი. რანაირად როცა 100 ლარს იღებს საწყალი პენსიონერი და გროვდება ნაგავი, დენი, გაზი, ყველაფერი და 100 ლარი ზამთარში მარტო გასცარაყოფნის ბატონო რო ერთი სამზარეულო გატბეს და გატბეს პენსიონერი რომელმაც მთელი სიცოცხლე იმუშავა 40 წლის სტაჟებია გასაგებია შეკითხვა. ნუ ეს ყოველთვის აქვს ადამიანებს თავისი შემოსავლები, როგორ მოიყვანონ შესაბამისობაში თავის ხარჯებთან. სწორედ ამიტომ ადამიანები, საზოგადოება, ამიტომ ირჩევს და ქირაობს ადამიანებს, რომლებმაც უნდა წარმართონ ის ქვეყანა, ის ქალაქი, სადაც ისინი ცხოვრობენ. როგორც ჩვენ ოჯახში ვგეგმავთ, ოჯახის უფროსი, ვინც არის იმ მომენტისათვის შემოსავლებს და ხარჯებს, ამიტომ რადგან ჩვენ გვაქვს ბევრი საკითხი საერთო გადასაწყვეტი, ქალაქის ნაგვის საკითხს მაგალითად ვერ გადაწყვეტს ერთი ოჯახი, ამიტომ ჩვენ ვქირავობთ ქალაქის სამეურნეო ხელმძღვანელობას და ქალაქის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რა თქმა მათმა ეს გადაწყვეტონ ეს საკითხი. ისინი უნდა დაჯდნენ
და გადაწყვიტონ და თანაც გაარკვიონ რა კონტინგენტთან გვაქვს საქმე, რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. როგორ გავაკეთოთ ეს? არის ჩვენ გამოგონება არაფრის არ გვჭირდება, არის უამრავი სხვადასხვა ვარიანტი. არის მაგალითად ისეთი შემთხვევები, როდესაც თავის საერთოდ ნაგავი თვითონ არის რესურსი. ნაგავი ეს არ არის ისეთი რამ, რომელსაც თავისი ღირებულება არ გააჩნია. ნაგვის გამოყენებით, დღევანდელი ტექნოლოგიებით, ნაგვის და დასუფთავების ხარჯების 70-80% ის ანაზღაურებს თავის თავს. ეს არის სხვადასხვა მასალები, მინა, ქაღალდი, პლასტმასი და ასე შემდეგ. არის ორგანული, რაც გამოიყენება ისევ მეორადი საქონლის საწარმოებლად. არის ორგანული პროდუქტები, პურის ნარჩენი, კარტოფილის და ასე შემდეგ, რაც გამოიყენება სასუქად. არის სხვა რაღაცა, რომელიც დაწვის შემდეგ გამოყოფს სითბო და სითბო გადადის ელექტროენერგიაში. აი ის ჯამში ეს ყველაფერი იძლევა 70-80% იმ დანახარჯების ანაზღაურების. ეს უნდა გაკეთდეს და შემდეგ უნდა დადგინდეს ის 20%, რა ვქნათ ჩვენ, ქალაქმა ავიღოთ ჩვენ თავზე თუ დავაწესოთ გადასახადი. თუ აწესებ გადასახადს, უკვე იქ იწყება კიდევ სხვადასხვა კრიტერიუმები შემოდის. მაგალითად, ვიღაცას აქვს ყუთი ყოფნის დაუშვათ 3 კილოგრამი ნაგვის გატანა და მეტი ნაგავს არ წარმოიშვება. თუ ამას დაახარისხებ და ატყობ, რომ ასეთი გაქვს, აწესებ წონის მიხედვით და კონტეინერის მიხედვით, სადაც კერძო სახლებია. ვიღაცას უნდა 40 კილოგრამიანი, ვიღაცას 20 კილოგრამიანი დაშორებით. უამრავი ამის მეთოდია და რჩება კიდევ ერთი კატეგორია საზოგადოებაში, საერთოდ საზოგადოება იყოფა რამოდენიმე კატეგორიად, ადამიანები, ვისაც შეუძლია შრომა და ადამიანები, ვისაც არ შეუძლია შრომა. ყველამ უნდა იცხოვროს ღირსეულად, იმიტომ რომ ვისაც შეუძლია შრომა, შრომით უნდა იცხოვროს ღირსეულად, თუმცა აქ არის პრობლემა, ვისაც სამუშაო არ აქვს. მაგრამ საზოგადოებისათვის სირცხვილია, თუ მეორე ნაწილი ისეთივე სირცხვილია, თუ მას შეუძლია შრომა და ვერ ირჩენს თავს, ისევე სირცხვილია, თუ მის გვერდით არსებობს მეორე ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც არ შეუძლია იცხოვროს ღირსეულად. ამიტომ ეს ნაწილი არის ხელისუფლების დასაგმეგი და გადასაწყვეტი და ჩვენი მონაწილეობით. აქ ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ მაყურებელია ბატონო სოსო და მე მოგესალმებით ბატონო სოსო, მივისალმებით ყველას, დევნილი ვარ აფხაზეთიდან სოციალურად დაუცველი. ბატონო სოსო, მე 20 წლის განმავლობაში 100 დღეში თუ მაცხოვრე და ჩემი მთავრობა, საქართველოს მთავრობა ნახდა და წამოვიდოდი აფხაზეთიდან, იმიტომ რომ აფხაზეთზე დღესაც ვლოცულობ, მე როგორც ჩემ საქართველოსზე. მაგრამ გაგიგია 30 ლარიანი დახმარებით მათხოვრული გროშით. შენ გადაიხადე დენი, გაზი საერთოდ არ აქვს და წყალი საერთოდ არ მაქვს, იმიტომ რომ ისეთ ადგილზე ცხოვრობ, ეს არ უსულობ ასეთ ცხოვრებას. წყალი საერთოდ არ მინახე და რა შეეხება ეხლა რაღაცა იმედი გამოჩნდა, ეს იმედი ღმერთმა უმოგვიშალოს, ეს ისე ამ 9 წლის განმავლობაში რაც მე გადავიტანა, რაც ეს 9 წლის განმავლობაში ამ თავრობამ ჩამა დევნილების მილიარდობით მოვიდა. ვინ უკონტროლებდა იმას, რა ქვია პრეზიდენტს, რაც მოდიოდა იმიდან ამერიკიდან, ვინ აკონტროლებდა, ახლა რომ კონტროლს აწესებს, როგორ შეიძლება ადამიანი მართლმადიდებელი ხომ მოვიდა ეს კაცი ერისა და ბერის რჩეული ვაცალოთ, ხომ შეიძლება რაღაცა გაგვიკეთოს, ჩვენს გვეშველოს და ლამაზ აფხაზეთში დაგვაბრუნოს, ეს ხო საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ჩვენთან ვის რა უნდა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს კარტველები. ემოცია მომიტანა, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა ხდება, ხო უნდა ვაცალოთ 9 წლის განმავლობაში დევნილებზე საერთოდ შუა ზამთარში ბატონო სოსო 100 კილოვატი მომიხსნა სუბელიანმა მოხსნა საერთოდ ეს დევნილების საერთოდ არ ახსოვდა ახლა მიდის და პარლამენტში ზის როგორ ნერვებზე უნდა იყო ადამიანი როცა სუბელიანი პარლამენტში ზის მადლობ ჩემო კარგო გასაგებია მსმენელის და მაყურებლის ემოცია ძიმია სოციალურად დაუცველი ადამიანების განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა და ამ მიმართულებით რო ეტყვიან ხელისუფლება, ნებისმიერი ხელისუფლება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ვალშია აღნიშნული კონტინგენტის მიმართ. ზოგადად ვიტყვი რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის თანაფარდობის დარღვევა შრომისუნარიანი მოსახლეობის შრომის ანაზღაურებასა და პენსიონერთა პენსიით უზრუნველყოფას შორის. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეს ცხოვრებისა არის საქართველოში. ესე იგი, აი შემიძლია მაგალითად უკრაინის მაგალითი მოვიტანო, სადაც ხელფასები თითქმის საქართველოს დონეზეა.
ხალხურწლების მიხედვით ნაკლებიც კი არის, მაგრამ საშუალო პენსიის სიდიდე ჩვენსაც დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება. ამიტომ ალბათ ვფიქრობ, სერიოზულად უნდა გადაიხედოს საბიუჯეტო პოლიტიკა იმისათვის, რომ პენსიონერებს უფრო რეალურად და უფრო ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცათ. ბატონო, მე ბოდიშუხტი მაყურებელს, მე ამ ქალბატონს მინდა ტოლვილს უპასუხო. იმ ხნის განმავლობაში, რაც საქართველოს ეს უბედურება ტრიალებს, ასეთ ხელისუფლებას ქაღალდზე გადატანილი პროგრამა ტოლვილებთან დაკავშირებით არ გააჩნია. არის დამოკიდებული ერთი მოვა და რატომღაც ისვის ერთი გვარი მინისტრის, მეორე გვარი პარლამენტარის, არავითარ შემთხვევაში ეს უნდა იყოს, ამიტომ ამბობ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ტოლვილების საკითხების გადაჭრის ორი ვარიანტი. ერთი, თუ ბრუნდება, მაშინ რა ხდება და დაბრუნებამდე რა ხდება. და ეს უნდა იყოს გაწერილი ქაღალდზე და გამოქვეყნებული უნდა იყოს და გამოკრული უნდა იყოს იმ ადგილებზე, სადაც ტოლვილები ცხოვრობენ და უნდა იყოს საჯარო ინფორმაცია, სადაც გაწერილია. რატომა რა უბედურება იმის გაუკეთებლობა, რომ სადაც ისინი ცხოვრობენ, რომ დაუკანონონ ისბინამი თუ ინვეს კერძო საკუთრება არ არის და წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. არავითარი აბსოლუტურად სწორია ამ ქალბატონის და მოთხოვნა არ უნდა იყოს დაყვანილი ერთ კაცზე და ორ კაცზე, ადამიანები მიდიან და მოდიან, სცენარი რჩება, მოქმედი პირები შეიცვლიან სახელ და გვარს, უნდა იქნას მოთხოვნილი, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ტოლვილთა დაკავშირებით, ტოლვილებთან და გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული სრული პროგრამა. ამავდროულად შესწავლილი ვიღაცამ მოახდინა შესაძლებლობა, შეეგუა ახალ მდგომარეობას და უნდა იყოს დიფერენცირებული მიდგომა. არ შეიძლება პროკურორს სარეცელით ყველასთან რომ ერთ ზომაზე მიუდგათ და ეს საკითხი მე მგონი არის პროგრამული გადასაჭრელი. დიახ. დიახ, გისმენთ. მე თქვენს ამ გამოსვლას უსმენდი და მინდა რამდენიმე საკითხზე მივაქცევ ჩვენი ყურადღება. მე მომეწონა თქვენი პოზიცია, რომელიც შეეხებოდა ეროვნულ იდეას. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა ნაწილი ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეებისა თავის სამშობლოს ადანაშაულებს თითქოს ქართველებმა დაიწყეს ომი. ეს პოზიცია უნდა იყოს კაფედ განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, რომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ, რომ ეს ჩვენ კი არ დავიწყეთ, არამედ ჩვენმა მოწინააღმდეგე ჩვენმა თემამ დაიწყეს ომი. ეს არ შეეხება ამ საკითხს და მეორე საკითხი კიდე. ეს არის თქვენ ეტყობა ტელევიზორთან ხართ ახლოს და არის შეზღუდვები, ამიტომ ცოტა შეიძლება ეკრანს რომ. ხო და მეორე კიდე გარეგნობასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, როცა თქვენ ამბობთ, რომ მაღალი თანამდებობის პირი მინისტრი ან გნებავთ ელჩი ან ვინმე თუ და გარეგნობითაც უნდა გამოიყურებოდეს და მარტო ცოდნა არ არის საკმარისიო. მე თვითონ ამაში გეთამხმები და ალბათ მე მივხვდით მე ვის გულისხმობ ამ შემთხვევაში, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ კონკრეტული პიროვნება დანიშნა მინისტრად. კარგი, დიდი მადლობა შეკითხვისათვის. მე არა, მე აბსოლუტურად მინდა რემარკა, ანუ შენიშვნა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ შესახედაობასთან დაკავშირებით მე არ შემიძლია თქვა, მე უბრალოდ ასეთი რამ თქვი, რომ ყველანაირი შესახედაობის ადამიანი შეგვიძლია ჩვენ ვიპოვოთ ეკონომისტებს შორის და არა რაიმე კონკრეტული მინიშნება ამასთან დაკავშირებით, თუმცა არის ერთი რაღაცა, თუ ზოგადად ვიტყვით ფორმაზე, რა თქმა უნდა, სტანდარტი უნდა არსებობდეს. სტანდარტი უნდა არსებობდეს ქცევის, ჩაცმულობის, როგორც თუ არსებობს ეს მოსამართლეებისათვის წარმოგიდგენიათ რა დამოკიდებულება ჯინსებში და მაისურით მისული პარლამენტარი სასამართლოში, როდესაც მოსამართლე ჩაცმულია და დიპლომატი ჩოხა ახალუხიჩია გამოწყობილი და მინისტრი არის შორტებით. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს, უნდა იყოს სტანდარტები და ქვეყანა არის, სახელმწიფო არის სტანდარტები, მაგრამ რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა ეროვნულ იდეასთან დაკავშირებით. მე აქ სტუდენტები არიან, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, აი ესეთი შევისწავლეთ ასეთი საკითხი, რა იყო უკეთესი საბჭოთა კავშირის დროს, იმიტომ არ ყველა ისინი დაბადებული არიან დამოუკიდებელ საქართველოში. მათი ასაკი არის, მათ დამოუკიდებელი საქართველო მათთვის არის მოცემულობა. ისინი როდესაც დაიბადნენ და საქართველოს ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ ჩვენ მათი მშობლების, ბაბუების თაობა, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს ჯერ კიდევ საზოგადოებაში რიცხოვნულად, ვართ დატვირთული საბჭოთა წარსულით. საბჭოთა წარსული სოციალური გარემოთი და როდესაც ჩვენ ჩავატარეთ ასეთი ეროვნულ იდეასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ ასეთი სურათი, რომ მთავარი აქცენტები გაკეთებული არის შედარების დროს მატერიალურზე,
და მართლაც ასეთია და მორალურზე და ეს ადამიანებს ძალიან აწვევათ დაუშვათ ბავშვების მათხოვრობა არ იყო ქუჩაში მათხოვარი არ იყო ადამიანები დაახლოებით თანაბრად ცხოვრობდნენ თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდათ განათლების გადაადგილების საშუალება ჰქონდათ ურთიერთობები ჰქონდათ სიყვარული მეტი იყო აი ასეთი თემები წამოვიდა წინა პლანზე და მეორე პლანზე ან თითქმის არ იყო ისეთი ფასეულობა როგორც არის დამოუკიდებელი ქვეყანა ქვეყნის დამოუკიდებლობა აქ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ფასეულობათა სისტემა თუ არ არსებობს ჩვენ როგორ უნდა გავერთიანდეთ რა გვაერთიანებს ჩვენ რა ერთიანებს ადამიანს აგერ ქალბატონი რომ რეკალ სოხუმიდან რომელსაც აფხაზეთიდან რომელსაც შეიძლება ძალიან კარგი სახლი ჰქონდა და დღეს ბინა არ გააჩნია და როგორ გაერთიანდეს ის ჩემთან რომელსაც მე შეიძლება ყველაზე კარგი მაგრამ შეიძლება ყველაზე ცუდი ბინაც არ მაქვს როგორ გავერთიანდეთ ჩვენ როგორ უნდა მოუწოდო მას რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოსათვის აი აქ არის სწორედ ფასეულობათა თემა შემოდის და ყოველ დღე უნდა იწყებოდეს ალბათ ბოდიშები და მადლობებით გახსენებით იმითა ვინც დაიღუპა აფხაზეთისათვის ვინც დაიღუპა სამაჩაბლოსათვის ამას უნდა ვიხსენებდეთ ყველა დღე უნდა ვიხსენებდეთ იმ ადამიანებს რომლებიც დღეს დაპყრობილ ტერიტორიაზე ცხოვრობს ქართველები დაპყრობილ ტერიტორიაზე მონება ცხოვრობენ ქართველები ამათ უნდა ვიხსენებდეთ იმას ვინც ანუ ღირსებით ისინი უნდა დავაყენოთ ჩვენზე მაღლა თუ მატერიალურად ვერ ვაყენებთ აი ეს ფსიქოზის დონემდე უნდა იყოს ადამიანებში ღირსების ის რომ ის შენზე მეტია და ის ლტოლვილი უნდა გძნობდეს ქუჩაზე რომ შენზე მეტია და შენ ბოდიშს უნდა უხდიდე ყოველ დღე ყველა ლოცვაში ეკლესიაშიც ყველგან უნდა იყოს ეს აი მაშინ შესაძლებელი იქნება გაერთიანება თუ იქნება ფასეულებები რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს თორემ სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიყვანთ ამას რომ სად უნდა ვიცხოვრო უკეთესად და საბჭოთა კავშირში უკეთესი სახლი მქონდა და ეხლა უფრო ცუდი მაქვს მაშინ აზრი არ აქვს სად იცხოვრებ შენ საქართველოში თუ სადაც უკეთესად იცხოვრებ და სწორედ ძალიან ბევრიც პრობლემაც აქედან მოდის ფასეულობათა გამო მე ერთი შედარება მომყავს 9 ძმა ხერხეულიძის შემთხვევა რომ წარმოვიდგინოთ დღეს ჩვენ ეს ჩემმა სტუდენტებმა იციან რა მოხდებოდა 9 ძმა მოკდებოდა და შემდეგ დედას მიადგებოდა პრობლემები მე მგონი რომ დღევანდელ სიტუაციაში დედა პირველი მოკდებოდა გადაეფარებოდა შვილებს რატომ აი აქ არის ამოხსნა იმ ფასეულობათა იმიტომ რომ ის დედა 9 ძმა ხერხეულიძეს სამშობლოსათვის ზრდიდა და ის ამაყი იყო რომ მისი შვილი ერთი მეორე მესამე სამშობლოსათვის ეცემოდა ხოლო ჩვენს და ალბათ ჩვენ შვილებს ვისთვის ვდით ეგოისტურად ჩვენთვის როდესაც ჩვენთვის ვდით ჩვენ ვემნებით ჩილო შენ სადაც კარგად იქნები იქ წადი გერმანიაში იქნები კარგად გერმანიაში წადი ამერიკაში იქნები კარგად მოგიკვდეს ჩემი და ამერიკაში იყავი არა ბატონო თუ შენ ღვთისა და ერის და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობით გავზრდით მე არ ვამბობ ეხლა მორალს არ ვკითხულობ მე ვამბობ უბრალოდ აღნიშნავ იმ ფაქტს რომელიც საერთო ნაკლოვანებაა და ჩემი ოჯახისაც ასევე ამიტომ მე არ მინდა ეს მორალისტის პოზიციაში მე ვაღნიშნავ ფაქტს უბრალოდ ასეთ შემთხვევაში გვექნება სხვა შემთხვევა ისეა თანაც ბოდიშის სოხო მაყურებელია და ბატონო სოსო მოგესალმებათ მაყურებელი მარტო მე მაქვს ისმით ჩემი დიახ გამარჯობა ბატონო სოსო მე უსმენ თქვენ საუბარს ბევრ საკითხთან დაკავშირებით თითქოს ყველაფერს სწორად აყალიბებთ მაგრამ კონტექსტში თუ განვიხილავთ ამას არასწორი მიდგომაა იმიტომ რომ ჯერ ერთი ხელისუფლების მიმართ არ არის სწორად დასმული საკითხი იმიტომ რომ ჯერ ჩვენ არ გვაქვს კრიტიკის არანაირი საფუძველი ახალი ხელისუფლება რომელსაც არ დაუბარებია ბერკეტები რამეში დავადანაშაულოთ და გავაკრიტიკოთ ის რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს უჭირს რა თქმა უნდა ამაზე ზრუნვა გამოიხატება იმით რომ ხელისუფლებაში მოსული პირები არ იზრუნებენ თავიანთ თავზე არამედ იზრუნებენ ხალხზე და ამის იმედი უნდა გქონდეს ჩვენ და თქვენი ფუნქცია როგორც პარტიისა ჩემი აზრით არის თუ არა ის რომ თქვენ იმ ადამიანებს დაეხმაროთ პირველ რიგში რომლებსაც ხვალ და ზეგ სახლიდან გამოასახლებენ ბანკები იმის გამო რომ ვიღაც თაღლითებმა მას სახელზე სესხები გამოიტანეს და ესენი რჩებიან გარეთ აი ამათ ეს საჭიროებას გადაუდებელი დახმარება თქვენი კონკრეტული პირები შეისწავლეთ ვისაც სხვადასხვა პრობლემები გააჩნიათ განათლების სისტემაში კომუნალურ პირობებში და ასე შემდეგ თოლვილი
კარგი შეკითხვა, ბატონო სოსო. თქვენზე იყო მომართვა ძალიან და მეც ჩავერთვები. ესე იგი, რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკას, აქ ლაპარაკი არ არის ხელისუფლების კრიტიკაზე, ლაპარაკი იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეასრულოს მზარდი როლი იმაში, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას საქმიანობის მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფაში. დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით 2013 წლის შემდეგ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება დუმდა, ის ფაქტობრივად არ არსებობდა, არ მონაწილეობდა იმ პროცესებში და ფაქტობრივად ხელისუფლება მართველი ძალა აქვს. ის არ არსებობდა არც მანამდე არასდროს. ყოველთვის იყო სახელმწიფო. ხელისუფლება ვერ გრძნობდა სამოქალაქო საზოგადოების როლს, მნიშვნელობას, ადგილს და ის ახორციელებდა იმ პოლიტიკას და საზოგადოებაში იყო ფრაგმენტულად ფრაზები, ხმადაბლა, სამზარეულოში ვაცალო ჯერადრია და ეს რევოლუციური ეიფორიდან გამოსვლა საზოგადოებას დასჭირდა რამდენიმე წელიწადი. გახსოვთ ცნობილი პრიჩა, რომელიც ბრძენს რო ეკითხებია ახალგაზრდა დედა შვილის აღზრდა საიდან დაიწყო, რა ხნისა თქვენი შვილი 13 დღეზე, თქვენ უკვე 2 დღე დააგვიანეთო. სწორედ დღეიდან უნდა სანამ ჯერ რეალურად მართვის ბერკეტები არ გადაუბარებია ხელისუფლებას აღმასრულებელ ხელისუფლებას თავის ხელში, რომ აქვე გამოჩნდეს სამოქალაქო საზოგადოების მზაობა იმისათვის, რომ ის მზად არის თავის თავზე აიღოს თავისწილი პასუხისგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გარკვეული შეფასება ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულოს იმ გადაწყვეტილებების დამოკიდებულების შეფასებაში, რითაც მოდის ახალი პოლიტიკური ძალა ქვეყნის სამართავად. დიახ, კითხვა იყო ძალიან კარგი, ემოციური, მაგრამ იყო ასეთი შეკითხვა, რომ ეს კონკრეტული საკითხები, კონკრეტული პრობლემები, რომელსაც უკვე დიდი მასშტაბის სახე მიიღო ჩვენთან. სწორედ მე თავშიც ვთქვი, ჩვენ აბსოლუტურად თუ გახსნილი იქნებოდა საზოგადოება, ასეთ შემთხვევაში პრობლემების ბევრი მიზეზის გამოჩნდებოდა. რა იწვევს ამ მიზეზს? ჯერ ერთი ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ბევრ შემთხვევაში ვალთან დამოკიდებულება ეს არის იმ გამოცდილებით და მომდინარე მცდარი დამოკიდებულება, რომელიც საქართველოში გააჩნია ადამიანებს. ნიკოლოზის დროს აიღეს ვალი, შემდეგ მოვიდა დროებითი მთავრობა აპატია, დროებითი მთავრობის დროს აიღეს ვალი, მოვიდა ბოლშევიკები აპატია, ბოლშევიკების დროს აიღეს ვალი 61 წელს ხრუშჩოვის დროს აპატია, შემდეგ აიღეს ვალი კომუნისტების დროს, მერე აპატიეს და ასე შემდეგ. ანუ სადღაც ის რომ თუ აიღებ ვალს შენ, სადღაც გეპატიება, ეს ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა. ძალიან ცუდი, იმიტომ ვალის აღება ეს არის პასუხისმგებლობა და როდის იღებ, მაგრამ ეს ამავე დროს არა ამ ადამიანების ბრალი, ამავე დროს სახელმწიფო და ამ შემთხვევაში მთავრობას გულისხმობ, რომელიც ფუნქციონირებს გარდამავალ პერიოდში, როდესაც ერთი სისტემა იცვლება მეორეთი, როდესაც თამაშის წესები იცვლება, პირველ არხზე უნდა იყოს შემეცნებითი ყოველდღიურ ქცევაში ადამიანების გადაწყვეტილებების გაკვეთილები. თუ როგორ უნდა მიიღოს მან გადაწყვეტილება, თუ რატომ უნდა მიიღოს. პატრიარქმა ბრძანა კრედიტებთან დაკავშირებით მოუწოდა ბანკებს. და ვიღაცებმა გაიგეს ეს თითქოს პატრიარქი ერევა საკრედიტო ურთიერთობებში. არა. ეხლა მე მინდა გავშალო რა ბრძანა პატრიარქმა ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც ადამიანი მიდის ბანკში და მას გააჩნია პირობითად ვთქვა 1000 ლარიანი ბინა და უნდა აიღოს 1 ლარი, ბანკს მას ჯერ უნდა შეისწავლოს ძალიან კარგად ეს ადამიანი არის თუ არა ვალის დამბრუნებელი. კარგი მისცა ვალი და 1000 ლარიანი ბინა დაიტოვა კრედიტ გირავოთ, 1 ლარი მისცა კრედიტი. გავიდა დრო და მან პიროვნებამ 1 ლარი ვერ გადაიხადა. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? აგერა 1000 ლარიანი გაუგრძელოთ ვადა. არა ბატონო, მორალური პასუხისმგებლობა სწორედ აქ იწყება მორალური პასუხისმგებლობა. თუ შენ ატყობ რომ ეს არ არის ვალის გადამხდელი, შეუწყვიტო უნდა საკრედიტო ხელშეკრულება, გაუყიდო უნდა ეს 1000 ლარიანი ბინა და ასეთ შემთხვევაში შენ დაიბრუნებ 1 ლარს ან 2 ლარს და იმას დარჩება 900 ლარი. ხოლო ეს უგრძელებს, სანამ მისი ვალი არ გახდება 1200. აი ეს მოწოდებაა მორალზე. შენ არ უნდა მიუდგე მევახშურად, არ უნდა მიუდგე წამგლეტურად იმ კლიენტურას, რომელიც შენთან მოდის, რომელსაც დაუშვათ წინაპრებიდან დარჩა ბინა, მეტი არაფერი არ დარჩა და იმის გამო რომ მან ეს ვალი ვერ გადაიხადა, 60-ხიანი ბინა რო ჰქონდა, დარჩა უბინაოდ. შენ რომ მოქცეულიყავი მორალის ფარგლებში და ეთიკის ფარგლებში, რასაც გავალებს მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაკარგავდა 2 ოთახს, მაგრამ დარჩებოდა 1 ოთახი და ცოტა ფული კიდევ.
აი ეს არის ის მოწოდება, როგორ უნდა გადაწყვეტეს კონკრეტული საკითხები. კონკრეტული საკითხები კონკრეტულად უნდა იქნას შესწავლილი. და ამავე დროს ჩვენ გვაქვს ასეთი სასწაული მდგომარეობა კანონმდებლობაში. ამიტომაა ეს, ამიტომ უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს ამ კონკრეტულ საკითხებზე. მაგალითად, გაკოტრების კანონი. თუ კოტრდება საწარმო და მაგალითად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, გაკოტრდება ის, როგორც ბევრი სახელმწიფო საწარმო გაკოტრდა, მას საწესდებო კაპიტალი აქვს 100 ლარი და 100 ლარის ფარგლებში დაფარავს და დამთავრდა. მაგრამ არ გვაქვს კანონი ფიზიკური პირის გაკოტრების შესახებ. ფიზიკური პირის ასევეა, შენ რო აძლევ ფიზიკური პირს, შეიძლება გამოვიდეს ფიზიკური პირი და თქვას, მე გავკოტრდი, გამოაცხადოს გაზეთში და დამთავრდა. მისი ვალდებულება დარჩება მხოლოდ მისი საგნების ფარგლებში. ჩვენთან ფიზიკური პირის გაკოტრება გადადის შვილზე, არ ვიცი, ისეთი ძალიან ჩახლართული სისტემაა, თუმცა ფიზიკური პირის გაკოტრება უნდა იყოს ტოლფასად განიხილებოდეს იურიდიული პირის გაკოტრების ტოლფასად. ამიტომ ვამბობთ, აი ასეთი მსჯელობები თუ იქნება, ან და არის ასეთი მოთხოვნა, რომ ყველანი უნდა გაფორმდეთ ინდ მეწარმეებად. ეს არის არ ცოდნის შედეგი, ვიღაცას ეს აწყობს, რა თქმა უნდა, რომ აფორმებს ინდ მეწარმეს, მაგრამ განსხვავდება ინდივიდუალური მეწარმის პასუხისმგებლობა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა. მე ერთ პირს შემიძლია შექმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. 100 ლარით, 200 ლარით დავაფუძნო. თუ ჩემი საქმე წახდება, ასეთ შემთხვევაში ჩემი პასუხისმგებლობა არის 200 ლარი. მაგრამ მე თუ გავფორმდები ინდ მეწარმეთ და ჩემი საქმე წახდება, ჩემი პასუხისმგებლობა არის მთელი ჩემი ქონებით. აი ამას თუ არ ეტყვი, ამიტომ ჩვენ გვაქვს უამრავი ინდ მეწარმე, უამრავი გაკოტრებული ადამიანი, უამრავი ინდ მეწარმე, რომელიც დაიწყო საქმიანობა და გაკოტრდა და აგებს პასუხს მთელი მისი ქონებით, ოჯახის ქონებით, იმას რომ გაეკეთებინა პატარა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, იქნებოდა 100 ლარის ფარგლებში გადამხდელი. და ასეთ შემთხვევაში მისი კონტრაგენტი სხვა შემთხვევაში მიაქცევდა ყურადღებას, რომ შეფესე რო გაქვს 100 ლარიანი, 2000 ლარია ხელშეკრულებას არ დაუდებდა. კი ბატონოს მოусმინოთ მაყურებელს. ალო. დიახ, ისმეთ ისმის. გამარჯობა საღამოში და მისად. გაგიმარჯვეთ. რა არის იცით? აი სააკაშვილის მთავრობა მითეულ პიროვნებას, მითეულ მოქალაქეს დასცინოდა. აი მე რაში მდგომარეობს ახლა ჩემი შეკითხვა. ვარ ვეტერანი პენსიონერი. 2012 წლის იანვრის თვემდე ანიშული ჰქონდა 80 ლარი პენსია. იანვარში 10 ლარი ჩამომაჭრეს. როდესაც მივაკითხე კომპეტენტურ ორგანოებს, მითხრეს რომ 10 ლარი დავიდა დაზღვევაში. ამასთანავე ვარ სოციალურად დაუცველი. ჩემი სარეიტინგო ქულა შეადგენს 46,000. აი გამაგებინეთ რა ხდება. ვერავინ პასუხს ვერ მცავს საკითხზე. კანე დაცინვა არის თალკისია. დიახ. ეთახმებ ძალიან კარგი შეკითხვა ესეც. საქართველოში 2003 წლიდან საპენსიო სისტემა და სოციალური სისტემა არ არსებობს. არავითარი საპენსიო სისტემა საქართველოში არ არსებობს. ისიც კი არ არსებობს, რაც მანამდე არსებობდა, ისიც არ იყო დიდი ბედოვლათი, მაგრამ სისტემა არ არსებობს. სისტემა არის მთლიანად თავიდან შესაქმნელი. ხოლო რაც შეეხება ამ პროფანაციას, ამ ქულებს, ეს არის მოგონილი მხოლოდ იმისათვის და მას ყავს კონკრეტული ავტორები, მე ახლა ამ ფორმატში არ მინდა ამაზე საუბარი, ალბათ ცალკე ვისაუბრებ ან გამოვაქვეყნებ, რომელსაც უნდათ რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ჰქონდათ პრობლემები ბიუჯეტის ხარჯზე, ეწარმოებინათ მათთან წინა საარჩევნო კამპანია და რაღა ვეძებოთ ფული, აგერ არის ბიუჯეტი, დავარქვათ ამას სოციალური დახმარება, დავარქვათ რაღაცა ქულები და ამით ვაწარმოოთ მათთან ის რომ აი მე ვარ მამა და მარჩენალი. არავითარი უნდა არსებობს ნორმალური სოციალური სისტემა, რომელიც მიბმული უნდა იყოს ადამიანის ღირსეულ არსებობასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ეხლა ისეთი არ უნდა დაუპირისპირდეს მუშა ადამიანი საქართველოში ერთ მომუშავეზე დღეისათვის ერთ მომუშავეზე 1.5 ორ მომუშავეზე 3 ადამიანი მოდის, ვინც არ მუშაობს. ამიტომ წარმოვიდგინეთ, რამხელა უნდა იყოს შრომის ნაყოფიერება, რომ მან გადაფაროს ის, თუმცა სისტემის შექმნა შესაძლებელია და არ უნდა მოხდეს ისე, რომ სოციალური მოლოდინები უნდა იყოს ადრესული, მისამართული უნდა იყოს დახმარება, რომ ადამიანის ღირსების პირველი ეტაპები, რაც არის საკვები, საცხოვრისი, შუქი, წყალი, რომ იყოს ის დაკმაყოფილებული და ასე იყოს აღმასვლით
იმ პენსიამდე, რომელიც იქნება უკვე მომავალი თაობებისათვის, აი სტუდენტები, რომლებიც გახდებიან პენსიონერები 50-60 წლის შემდეგ, 40 წლის შემდეგ, მათთვის უნდა იყოს სხვანაირი ტიპის პენსია, როდესაც ადამიანი პენსიაზე რო გადის, კი არ ეშინია, არამედ ბედნიერია, იმიტომ რომ იწყებს ცხოვრებას ისე, როგორც მას სურს. როცა უნდა მაშინ დგება, როცა უნდა მაშინ წვება, სადაც უნდა იქ მიდის, რასაც უნდა იმას აკეთებს, რომელი შვილიც უფრო უყვარს, იმას ნახულობს და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი დიდი გამოწვევაა ახალი ხელისუფლებისათვის, სოციალური და საპენსიო სისტემა ჩვენთან განადგურებულია, არ არსებობს, ის არის ყოველწლიურად პოლიტიკური და კონიუნქტურის და ვაჭრობის საკითხი ბიუჯეტთან დაკავშირებით. მე თუ მანიშნებენ რამდენია დრო, ან დავასრულებ, ან კიდევ შემოუშვებთ ზარი. კარგით, მაშინ დიახ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ, გამარჯობათ. რაღაცა მინდა გკითხოს. თქვენ რო ამბობთ ახლა რაღაც შაღავათები იქნება ელექტრო გადასახადზე, დენის გადასახადზე, ნაგავზე, რაღაცაზე. ერთი სული რო ცხოვრობს ოჯახში და არის მაგალითად ამდეხან იხდიდა 2 ლარ ნახევარ 3 ლარს. დღეიდან უნდა გადაიხადოს 7 ლარი. ეს არის სამართლიანობა და ეს არის ნორმალური რაღაცა დაპირებები და დაპირებების შესრულება და რაღაცა. როგორ მოხდება? არა, მე ვილაპარაკე ზოგადად პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ეს არის აღმასრულებელი შეკითხვა არის ასეთი, რომ რა იქნება 7 ლარი, როგორ იქნება. ამიტომ ვამბობ, ყველა ეს საკითხები უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, რომ ერთიან კონსენსუსამდე მივიდეს. როდესაც ხდება პროექტი, უნდა წარმოვადგინოთ დავუშვათ, როგორ იყოს ნაგვის გადასახადი. და ამაში უნდა იყოს ადამიანები ჩართული, უნდა იყოს საზოგადოება ჩართული, პროფესიონალები ჩართული, მოქონდეთ სხვა მაგალითები და შემუშავებული იქნას და ყველა ისეთი, რომ ერთი კაცი რომ 7 ლარი იქნება თუ 2, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლებას უდევს ეს ციფრები, ჩვენ ხომ არ ვიცით. უნდა იყოს ერთია ფაქტი, ვიცით რომ ნაგავი უნდა გავიტანოთ, ნაგავი არ უნდა დარჩეს, შემდეგ არის მისი თვითღირებულება, მე რას ვაკეთებთ, აქედან გადავდივართ მოსახლეობაზე და მოსახლეობიდან ხელისუფლებას უდევს წინ ციფრები, ვინ რა შემოსავალი აქვს, როგორია, რა მდგომარეობაშია და ასე შემდეგ. საერთოდ ყველაფერს უნდა კონდეს მისი ფასი. ის რაც ის ღირს, მაგრამ საზოგადოება მე ვიღაცას, ვისაც არ შეუძლია გადახდა, იმას უნდა გადაუხადოს. ის რომ ჩვენ დაბალ ფასს დავაწესებ და ამით პრობლემა გადაწყდება, არ გადაწყდება. თავარია ყველაფერს უნდა კონდეს მისი ფასი, მაგრამ იქ სადაც გვაქვს ჩვენ ის რომ წეღამ თქვით, ღირსეულად იყოს ჩვენი თანამოქალაქე, მას ის უნდა გადაუხადოთ. იმიტომ რომ მას მე გაუჩნდება შანსი გადაიხადოს და გააგრძელებს ცხოვრებას. ამიტომ აქ საუბარია იმ პოლიტიკაზე, რომელიც შემუშავებული უნდა იქნას. ჩვენ გამოწვევები ბევრია, მით უმეტეს გამოწვევები ბევრია ხელისუფლების ასეთი ცვლილების დროს, იმიტომ რომ დრო არ არის. ეს ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება არის ძველი ხელისუფლების მემკვიდრე, სამართალ მემკვიდრე. ყველაფერი კარგი, რაც ძველ ხელისუფლებას გაუკეთებია, მის აქტივში პლუსითაა. ყველაფერი ცუდი, რაც გაუკეთებია, მის აქტივში მინუსითაა. ამას ემატება მიმდინარე საკითხები, ცხოვრება არ ჩერდება და ყველაფერი ამისათვის პრობლემა და სიტუაცია რეალურად შეცვლილია. იმიტომ რომ ოპოზიციური აზრი და ყველა შეცდომა საზოგადოების ბოლო წევრამდე იქნება ცნობილი, იმიტომ პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ამის შესაძლებლობა და მხოლოდ ერთი გამოსავალი, საზოგადოების ჩართულობა, მეტი კონსოლიდაცია, მეტი ადამიანების საერთო აზრის გათვალისწინებით, სიმართლის თქმა, სად არის პრობლემა და მე ერთ რამესაც ვიტყვი, ჯერ არ ვიცი რა პროგრამითაა წამდგარი ახალი მთავრობა ნდობის მოსაპოვებლად, თუმცა მინდა ვთქვა ასეთი რაღაცა, რომ ჯობია წინასაარჩევნო დაპირებებია და ამიტომ იქ ძალიან ბევრი რთული მომენტებია სოციალური და მე ვფიქრობ, რომ ლიბერალური მიმართულება ეკონომიკის, ეს მართლმადიდებელი მიმართულება, პიროვნების თავისუფლება, ეს ჩვენი მიმართულება, ჩვენი ეკონომიკა, ამაზე ვარისხმა არ შეიძლება და ჯობია კორექტირება შეტანილი იქნას ეხლა დაპირებებში და ითქვა სიმართლე, რადგან მოჭარბებით ხდება ხოლმე წინასაარჩევნო დაპირება, მით უმეტეს კონკურენცია იყო დაპირებებში, იმიტომ სხვა კონკურენცია არ არსებობდა რეალური. დღეს დადგა ის დრო, როდესაც პროგრამის მიხედვით ადამიანები დაიწყებენ ფიქრს და ჯობია რომ წარდგენილი იქნას რეალისტური
პროგრამა, თუნდაც მოხდეს კორექტირება იმ დაპირებებისა, რაც არის, რომ იმ ხაფანგში, რასაც ქვია დაპირებების ხაფანგი, არ მოექცეს ახალი ხელისუფლება, რომ შემდეგ ის არ გახდეს იმის ტყვე, რომ დაიწყოს ამ ინფორმაციის შელამაზება და ციფრების შელამაზება. დიახ. მოგესალმებით თქვენს მსმენელებს. მე ესეთი კითხვა მინდა მოგმართოთ, რომ ძალიან ბევრმა მან გაიჟღერა დღეს თქვენ ეთერში სოციალურ პრობლემასთან დაკავშირებით, არა აქვს მნიშვნელობა ეს ბანკების მიერ იქნება დასოციალურებული თუ სხვა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, როგორ ფიქრობთ, არ უნდა შეიქმნეს ისეთი ორგანო, რომელიც მიიღებდა მოსახლეობას, ანუ პიროვნებას, რომელსაც მოусმენდა მის სოციალურ პრობლემას დაახარისხებდა და შემდგომ ეცდებოდა მის დახმარებას ამა თუ იმ საკითხ კატეგორიების მიხედვით. მე მაგალითად ვარ დაზარალებული პატიმარი შვილის გამო, მთელი ჩემი ქონება ჩავდე იპოთეკაში და დღეს შეიძლება ჩემ სხვა დანარჩენ სამშვილს მოუწიოს გამოსახლება. იმის გამო, რომ მთავრობის პროკურატურამ თუ სხვა დანარჩენმა ორგანოებმა თავგზა აგვიბნიეს იმის გამო, რომ ჩვენ გაურკვევლობაში ვიყავით და პირველი შემთხვევა იყო ჩვენ. არ გიგიტყვა, უნდა მოვასწრო პასუხის გაცემა. საქმე იმაში აბსოლუტურად გეთანხმებით. საქმე იმაშია, რომ პარლამენტი არის საჯარო დაწესებულება. ეს ყველა უნდა გაიგოს. მაგალითად, ამერიკაში ჩვენ არა ვართ ამერიკის მოქალაქე, მაგრამ შეგიძლიათ ჩახვიდე და ამერიკის ნებისმიერ შტატში, თვით ვაშინგტონშიც, გაივლი მარტო კონტროლს, რომ რამე ისეთი ნივთიერება არ შეიტანო, ან და აკრძალული ნივთი არ კონდეს თან და შედიხარ ჩვეულებრივ. საჯაროა სხდომები და საჯარო დაწესებულებები უნდა გახდნენ საჯარო. საჯარო არ არის, ყველა არჩევითი ორგანო არის საჯარო. ამიტომ დეპუტატების, მაჟორიტარი დეპუტატების, მათი ბიუროების, პარტიების და დეპუტატების, რომლებიც არიან ფრაქციების, კომისიის თავმჯდომარეების, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების საკითხი სხვა არ არის თუ არა საჯარო საქმიანობა. სულ სხვა საკითხია მინისტრები და სამინისტროები. იმათ აქვს კონკრეტული საკითხები და მათი საკითხები გაწერილია. აი, სამინისტრო სხვა, მაგრამ საჯარო დაწესებულება არჩევითი, ხოლო თვითმმართველობების მით უმეტეს მათ კანონში უწერიათ მოსახლეობასთან შეხვედრა და მოსახლეობასთან საკითხების განხილვა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვიჩნდება შანსი და ეს რეალურს ჩვენ უსურვებთ ახალ ხელისუფლებას, რომ ეს შანსი მანაც გამოიყენოს და ჩვენს გამოგვაყენებინოს, რომ საზოგადოებრივი სექტორი იყოს ჩართული, ჩვენ ვიყოთ ჩართული და ყველა საკითხი იყოს განხილული ისე, რომ შეცდომებისაგან ქვეყანა იყოს დაცული და მაქსიმალურად გაიზარდოს კონსოლიდაცია ქართული სახელმწიფოს გასაძლიერებლად და იმ 18%-ის დასაბრუნებლად, რომელიც ზოგიერთ 20% გონია. დიახ, მე ბოდიშუხტი სტუდენტებს ჩვენ სხვა აუდიტორიაში ისევ გავაგრძელებთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. თქვენ რო ვიყავით, მე მახსენდებოდა ის პრობლემები, რაზეც ჩვენ საუბარი გქონდა და თქვენ კლუბს უსურვებ წარმატებებს და ალბათ სხვას კიდევ მოიწვევთ ბევრს. დიდი მადლობა ყველას.